უკიდურესი გაჭირვების გამო საკუთარი ქვეყნიდან გადახოცელი მოქალაქეები მოითხოვენ იმ ფუნდამენტური უფლების დაბრუნებას, რომელიც მათი თქმით ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიზან მიმართულად წაართვა. როგორც ემიგრანტები ამბობენ, ყველაზე მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ჰყავს მხარდამჭერები არც ქვეყნის შიგნით, არც მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სწორედ ის არჩევნებია, რომელშიც ემიგრანტები იღებენ მონაწილეობას და ამ ემიგრანტების მიერ დაფიქსირებული ხმები და პოზიცია აცხადებს და აფიქსირებს სწორედ იმას, რომ რეალურად ქართული ოცნების ხელისუფლებას მხარდამჭერები არ ჰყავს და როგორც ისინი ფიქრობენ, შესაბამისად სწორედ ამიტომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული ოცნების ხელისუფლებამ და ემიგრანტებს იმ ადამიანებს, რომლებიც გადახვეწილი არიან საკუთარი ქვეყნიდან, წაართვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მათთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ მილიონზე მეტმა ადამიანმა არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა და ეს მათი თქმით არის არჩევნებს ლეგიტიმურად ვერ ჩათვლის. შესაბამისად, როგორც ემიგრანტები ამბობენ, ისინი აპირებენ, რომ ეს ფუნდამენტური და კონსტიტუციური უფლება დაიბრუნონ და ამისთვის ქვეყნის ფარგლებს მიღმაც აპირებენ ბრძოლას. ამ პირობებშიც კი, როცა ისედაც არ ხსნიდან უბნებს, მაინც აუკრძალეს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა. რატომ? იმიტომ რომ ემიგრანტები არიან ინდიკატორი იმისა, რომ სინამდვილეში ქართული ოცნება რომ ატარებდეს ნამდვილად დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოში იგი არჩევნებს წააგებდა. ამიტომ მგონია, რომ ამ უფლების დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებასაც ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში ქართულ ოცნებას მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არ ყავს და სწორედ ამ უფლებისთვის ვიბრძვით ჩვენ. ხმის უფლება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არის, არ ვიცი, ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეს უნდა ქონდეს. ხო ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მოქალაქეებრივი ვალი ვინმეს თუ უნდა რომ შეასრულოს, ჩამოვიდეს საქართველოში და დიდი ბოდიში, მაგრამ ყველა ემიგრანტი რომ საქართველოში დაბრუნდეს, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ მშიერი მოკვდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ არანაირ როლს და არანაირ მონაწილეობას აღარ ვიღებდეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. იქნება ეს ხელისუფლების შეცვლა ლეგიტიმურად. თუ იქნება სხვა სიკეთეები. ჩვენ გარეშე არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური. ყველა ეს ადამიანი, ვინც ევროპაში ცხოვრობს და იცნობს, ხედავს ამ სიკეთეებს, ხედავს იმას, რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ წარმატებულები, თვითრეალიზებულები, კარგი განათლების საშუალება აქვთ. ისინი ვეღარ შეძლებენ იმის ატანას, რასაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება სთავაზობს დღეს ქართველ ხალხს. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ემიგრანტი მიაჩნიათ საფრთხეთ. თავიანთი მომხრეებიც კი. ქართული ოცნების ხელისუფლების პოზიციას რაც შეეხება, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს და დაადასტურეს, გააჟღერეს მათი პოზიცია, რომ ისინი არ აპირებენ საკუთარი გადაწყვეტილების უკან წაღებას და არ აპირებენ, რომ იმ ადამიანებს, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, ხმის უფლება დაუბრუნონ და არ აპირებენ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნები გახსნან. ახლა ჯერი არის უკვე საკონსტიტუციო სასამართლოზე, სადაც დღეს სარჩელით შევიდა, სწორედ ამ მოთხოვნით, რომ ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება დაუბრუნონ. და საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა აღსანიშნავია აქვე ისიც, რომ თავად ემიგრანტები დიდი იმედებს საკონსტიტუციო სასამართლოზე არ ამყარებენ, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც თავად აღნიშნავენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ არიან დამოუკიდებლები და ისინი ნაკარნახევ გადაწყვეტილებას იღებენ. მზად ხართ თუ არა, რომ გახსნათ საზღვარგარეთ უბნები და განიხილოთ ეს საკითხი, თუ საბოლოო უარი გაქვთ ამას? ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხო იქნა მიღებული. ანუ არ განიხილავთ, რომ ემიგრანტებს რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხო იქნა მიღებული. ხო იქნა ახსნილი, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და რატომ არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ის ქმედებები, ის ნარატივი, რაც ემიგრანტების მონაწილეობა არ არის მნიშვნელოვანი არჩევნების დავალებით მოდის და აჟღერებს ეს შიდა აგენტურა, ყველაფერი ცხადი და ნათელია. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა უმრავლესობამ ჩათვალა საჭიროდ. კონკრეტული იურიდიული, კონსტიტუციური თუ სხვა ტიპის არგუმენტების საფუძველზე. აქ ჩვენ სხვა სათქმელი არაფერი გვაქვს. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ წარმოვადგენთ საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი წარმოადგენს არგუმენტაციას და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება არის გამაგრებული შესაბამისი სამართლებრივი კონსტიტუციური არგუმენტებით. მათ მისცა მანდატი და მათ თავზე დაახიეს ეს მანდატი საკუთარ ამორჩევებს. ახლა რაღაც წარმოდგენა, რომ თურმე ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნავენ,
ნუ ახლა ძალიან ღიმილის მომგვრელია ეს განცხადება. პრაქტიკულად არაფერი არ შეცვლია. საქართველოს მოქალაქე, თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, შენ შეგიძლია საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, გახსნილ უბნებში მიიღო მონაწილეობა და გამოხატო შენი აზრი თავისუფლად ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ფაქტია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ, ახლა არის ჯერი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოზე და საინტერესოა, რა გადაწყვეტილება იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მიღებული და აკმაყოფილებენ თუ არა და მიიღებენ თუ არა განხილვაში იმ სარჩელს, რომელიც დღეს ლელოძლიერი საქართველოს წარმომადგენლებმა შეიტანეს და დაუბრუნდებათ თუ არა ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.